Უსასო მეგობრებო, გრძელდება ჩვენი განათლება და ახლა სტუმრად მინდა მოვიწვიო ქალბატონი ირინა სარიშვილი. მივესალმოთ. ირინა, შენ არ გიყვარს ქალბატონოსო გეძახი? არა, საშინლად არ ვიძაბები და სერიოზული. რატო რა არის ამაში? არა, სერიოზული ხდები ხოლმე და ხარ არის საჭირო. და ვეღარ მე თავისუფლად ვეღარ ხარ ესე. ვერა ხო. მაშინ ესე იგი ირინათი მოგმართო პირდაპირ მთლიან თელი სტუმრობის პერიოდში. ხო. დამშვიდობებისას მითხარი ქალბატონოს. თუ გინდა, დამშვიდობებისას. ძალიან თუ გინდა. კი, როგორ ხარ? დიდი ხანია. რა ვიცი, ხო დაგვიძველდა პურმარილი, მართლა გილოცავთ და მართლა სასწაული გააკეთეთ. ესეთი ერთი წელიც ისე სწრაფად გავიდა, რომ თქვენთვის ალბათ ნაკლებად და ჩვენთვის მაყურებლებისთვის საკმაოდ სწრაფად გავიდა, მართლა როგორ გაირბინა. აი ნოლიდან შექმენით ზუსტად ის რაც ქვიათ, თავარი. ხო, მადლობა, დიდი მადლობა, მადლობთ მეგობრებო. ეს ძალიან ისეთი სიტყვები იყო. თან რა არის იცი მილოცვაზე ჩამოიარეს ჩვენმა ჟურნალისტებმა და ნუ ერთ-ერთი მილოცვა ესეთი მომხვდა ყურში რომ მათიკაშვილმა მე თქვენ არ მოგილოცავთ იმიტომ რომ გამიხარდება რომ დაგხურონ კიდეცო აი ესეთი კომენტარი გააკეთა ეს ის მათიკაშვილია თუ მამამისია სკამზე ამდგარი სააკაშვილი სადღირდელოს რო სვამდა ეგ მათიკაშვილი არის ხო ინტერესებს უბრალოდ ეგ მათიკაშვილია კი და მეფეებთან ერთად რო სვამდა სააკაშვილი მეფეებს ადარებდა ხო ადარებდა ხო და მერე ვინმეს რო დაეცემინებინა იტყო და ამათ მოსულამდე არაფერი ხო ეგ არის ეგ მათიკაშვილი მაგრამ რა უყოთ ახლა ესეთი დრო უდგას და ამიტომ სხვა კომენტარი ვერ მოიფიქრა, იმიტომ რომ შეიძლება ოქტომბრის მერე ჩვეულებრივად საერთოდ ლაპარაკის უნარი დარჩათ, ეს არ გიკვირს. ხო. იმიტომ რომ ახლა წესით ამათ ყველას მეტყველების უნარი უნდა ქონდეთ დაკარგული. რატო? ინერციით აგრძელებენ ამ სისულელეების ლაპარაკს. ინერციით? ჩვეულებრივად გრძელდება ინერციით, რომ ისეთი მდგომარეობაა, რომ ხახარიაც კი ამბობს რომ მიშა უნდა ჩამოვიდეს. ეხა ამაზე მეტად როგორ უნდა მოგეხაზოს, როცა რეალურად უკვე ამის იქ და წულუკიანი იმუქრება, რომ მატროსოვი ელოდებაო თუ ჩამოვა. თავარია თვითონ არ ელოდება, კაცო. ეგ რო ეთქვა რომ მე გელოდები მიშაო, შეება მართლა აღარ ჩამოსულიყო და მატროსოვს გადავიტანთ როგორ ყვენ. და ერთ ძალიან ისეთ საინტერესო კურიოზს გეტყვი. ჩვენ ასანა ბიუბილე გვექნებოდა, ნუ არხს ეწერა, ლოგოზე ეწერა, დარჩენილია 2 დღეა. ნუ ესეთი მართლა სერიოზულად არ ვიტყუები. ესეთი წარწერა იყო დარჩენილია 3 დღე, 2 დღე, 1 დღე და იუბილემდე დარჩენილია 2 დღე. ამას ვამცნობდით მაყურებელს, რომ 1 წელი გვისრულდება და დარჩენილია 2 დღე თუ 3. ამაზე ატყდა ერთი ამბავი. ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური რეკავდა. ცალკე სადღაც სუსები, ვიღაცეები, რაღაცა თურმე ეგონათ რომ მიშა ჩამოდის და დარჩენილია 2 ამიშამაც ხო დატანჯა ხალხი. ხო. და სადამდე შეიძლება ესე აწამოს ადამიანები. ხო, ზოგი შიში, ზოგი სიყვარულით გადაერია ხალხი. ხო. არა, ისე მართლა ძალიან მაინტერესებს, ხა ეს სერიოზულად მაინტერესებს, აი ბოლო გამოსვლაზე რო ატყდა რომ აბახვა ესე იგი არ აი თუ ვინმე სერიოზულად ელოდებოდა რომ დღეს საათ წუთს და კიდე რომელ ვაგონში იჯდება და კუპეში იქნება თუ პლაცკარტში ამას რო ეთყო და სააკაშვილი გამო აი ეს ძალიან მაინტერესებს ვინ ელოდებოდა ასეთ დეტალურ იმას ინფორმაციას ხო მაგრამ მის ჩამოსვლაზე ძალიან ისეთი რეაქცია ქონდა ყველას აბსოლუტურად ვინც მაგალითად მის პარტიაში არ არის ან იყო პარტიები რომელსაც საერთოდ კომენტარი არ გააკეთეს მაგრამ იყო პარტიები ოპოზიციიდანაც რომლებიც ოპოზიციიდან არიან თუ არიან თორე ქოცები ისვენებენ ეს ბოლო პერიოდი ნამდვილად ესეა ეხლა კი სასაცილოც არის და სამწუხაროდ აი როგორი შენ რა სიტყვი მაგაზე რა არის ეხლა ეგ თქვათ ევროსაქები ნუ პირველ რიგში გამოირჩევიან რა ჩემთვის აბსოლუტურად აი სრულიად აი გამაოგნებელია რომ სწორედ ისინი გამოირჩევიან
იმ დროის გინებით თან იმ 2012 წლამდე რო იყო და ერთ წრეზე სიარული მოგბეზდაო. ნუ ეგენი ტოლფერდა სამკუთხედის გვერდზე დადიან დიდი ხანია ეთყობა და წრე აღარ უნდათ სამკუთხედი უნდათ. მერე გვეუბნებიან რომ მიშაო წარსულში გვეკაჩებაო და კაცო მე ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი? ხო, ეგაც არის. ხო და ესე გამოდის რომ ევროსაქების სახით ჩვენ გვყავს მიშა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები. მე ყოფილვარ იმ დროს ხელისუფლებაში. ასე ეს ის არის რა ქვია დამაბნეველი მანევრია ეთყობა არჩევნების ტირო თავგზა აურიოს ამ მომრჩეველს და დაავიწყოს. არა, მე რას ვამბობ, მაგით რა ხდება? ანუ ხმები მოემატებათ. ანუ ეხლა წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ აი ძალიან ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ვინც მიშა სააკაშვილს ვერ იტანს და ეს უკვე თვისებაშია ус გადასული, ხო? ანუ ეს მისი თვისებაა, შეიძლება გენეტიკურადაც გაუგრძელდეს. აი ის ადამიანი ვერანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ იმან აიტანოს ბოკერია, თარგამაძე, ანუ ის კამელია ნაციონალური მოძრაობის წევრი თუ იყოს, საერთოდ არ მახსოვს, არც ვიცოდი. ანუ ვინც ახლა ნაციონალურ მოძრაობაშია და არ ვიცი რა ხდება. ეხლა სხვებისაც ვერ გავიგე მართალი გითხრათ. ეხლა ამას წინათ უსმინე ეს მსუბუქად გადაურბენ ოპოზიციონერებს, იმიტომ რომ ძალიან გალანძღვა არ მინდა, მაინც ერთად უნდა ვიყოთ, ხო? ესე იგი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, მაგრამ ეხლა თქვა ბურჯანაძეს უსმინე ერთ-ერთ არხზე, როდის იყავი მართალიო, მაშინო მიშას მხარეზე რო იყავი თუ დღესო? ხო, რაღაცა და მაშინაც მართალი ვიყავი და ეხლაცო კაცო. როგორ? ანუ მაშინ მიშას ვებრძოდიო რომ ბევრი სისულელი არ გაეკეთებინაო და ახლა წინასწარი ბრძვის რომ მიშამ ანუ გამოვიდა რომ სულ მართალია. ნუ დავარქვი ასე, მე უკვე სახელებს მოუფიქრებ მაგათ ხო. ნინო სულ მართალია, ერისქალობაში ბურჯანაძე. გამოდის, ხო. ერისქალობაში ბურჯანაძე. ძალიან ბევრი ამბობს სხვათა შორის ამას. გუში რო ამბობდნენ 2-2 5-ია და დღეს რო ამბობენ 2-2 4-ია, ორივეჯერ მართლები იყვნენ. ხო, ეხლა არ ვიცი რაღაც სეგმენტზე როგორ ჩანს თვლიან. ნუ მე ხა მაინც მგონია რომ აი თქვათ ლელო და ევროსაქების ამომრჩეველი ერთი კატეგორიაა და ამიტომაც ხოცავენ სავარაუდოდ ერთმანეთს. ანუ შენამ უფრო ეს ორი პარტია მესამე ძალაა? ეს ორი პარტია არის უფრო ლელო, იმიტომ რომ ლელოში არ არის ბოკერია, თარგამაძე ვიზეც ესეთიც დაგიქნევენ, რომ ეგენი ხო ნაცები იყვნენო. ამათ რო აქვთ იმედი რომ დაავიზდათ მაგათი ნაცვობა, არ არის ეს იმედი რო არა, ნუ არა, აშკარად იმედიანად არიან და რატო ვერ გავიგე ხო და თუ ჩვენ ყოველ შემთხვევაში შიგადაში შევახსენებთ ხო და უბედურება ის არის რომ აი ამ ყველაფრის ფონზე ხო რეალურად ვიღებთ იმ სურათს რომ სააკაშვილი არაფერს არ დაკარგავს და ნაციონალური მოძრაობა ანუ იმ ხმებს მიიღებს რაც უნდა მიეღო რასაც იღებს ხო და ამათი უბრალოდ ვერავინ სხვა ვეღარ მიიღებს სააკაშვილის ხათრით ხმას ხო ანუ აი რაც ხდებოდა წინა შემთხვევებში და თუ ახლა თუ ამაზე გაბრაზდნენ არ ვიცი ვერ გეტყვი ძალიან გაწიწმატებულები არიან და ამათი შეშინება მესმის ხა თან ივანიშვილს ხა კორონამაც რა კაი დროს მოუსწრო ამ ახალმა ტალღამ საერთოდ ეგ მე მგონი ფანჯარასთანაც აღარ მივა იქ ოფისში წასვლაზე აღარ არის ლაპარაკი ასა რომ ეგეც არ არის ჯერ დადგენილი არ არის საერთოდ ეგება და ფანჯრიდანაც გადადის თუ რაღაცა სამაგისტრო არ იქნან რაღაცა ბრონირებული რაღაცა ეს კოვიდის თემაც ისე ჯერ კიდე 3 თვის წინ წერდი რომ აგვისტოს მეორე ნახევრიდან მოიმატებს ინფიცირებულების რაოდენობა სულ არ მჭირდებოდა ეზუგბაია ამისთვის იმიტომ რომ მოგვიახლოვდება არჩევნები ერთი წუთით არ იფიქროს არავინ რომ მე ახლა იმას ვამბობ რომ COVID-19 ფეიკია და რა თქმა უნდა არ არის და რა თქმა უნდა ძალიან ვერაგი ვირუსია და არსებობს და გაფრთხილება უნდა გონიერების ფარგლებში. COVID-19 ნამდვილია, COVID-41 არის ფეიკი. ეხლა რა ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს COVID-19-ის პრობლემა, გვაქვს COVID-41-ის პრობლემა. ხო, ეხლა რაც ესე იგი გამოდიან, გვიცხადებენ ამ რაღაც დიდ რაოდენობას
და გვეუბნებიან, რომ კლასტერი უცნობიაო. არაფერი უცნობი არ არის, ამ კლასტერს ქვია მიშას კლასტერი. ეს არის რეალურად. საარჩევნო კლასტერი. მიშა რო გვიახლოვდება, კოვიდის სიზდება. კოვიდის სიზდება, ხო და ეს მიშამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ნამეტარი ნუ გადააცდენს, თორე შეიძლება საბოლოო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ გადააჭარბოს მოსახლეობის რაოდენობა. ბოლოს მივალთ მაქამდე, აუცილებლად. ძალიან მაგარი. გაცდება ხო? გაცდება. 4 მილიონი რო ვართ, 4 ამხელთა რაოდენობას გაცდა უკვე და მე მთლიანად მოსახლეობას გაცდა. მე მაინც მგონია რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არჩევნების დღის შემდეგზე. ანუ არჩევნების დღეს მე 99% 999.999 თუ რამდენიც არის? კი ბატონო. 100.000 ველოდები გაყალბებას. მერე ამთავარი, მერე უნდა დაიწყოს გაპროტესტება, რომელიც მიგვიყვანს შედეგამდე. ახლა რაღაცებს ისეც აანონსებ, რომ შეიძლება დაკითხოს. არა, მე კი არ ვაანონ, დამიდარო, არა მგონია მაგათ. ჩემი დაკითხვის თავი რო ქონდეთ ეჭვმეპარება, მაგრამ ნუ სტატუსები წაიკითხონ, ყველა კითხვაზე წვრილად მაქვს პასუხი გაცემული. აქედან გამომდინარე, თვითონ არჩევნების სიტუაციით ხანდახან არ მინდა მე ყურების ჩამოყრა კი არ მინდა ვინმეს, რა თქმა უნდა, უნდა მივიდეთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ძვირფასო ხოცებო დარჩით სახლში საარჩევნო ლოზუნგი ოცნების გეხებათ მარტო თქვენ და არა ოპოზიციას. ეს თქვენ გაფრთხილებენ, იმიტომ რომ თქვენ დარჩეთ სახლში. მე ჯერ არ გამიგია არც ერთი ნაციონალის მომხრე, რომელსაც დამართვოდა კორონა. ხოცები რამდენიც გინდა, ესე იგი მათ ემართებათ. ხო და თუ არ კიდე მიტინგებს აგვიკრძალავენ და შეკრებებს აგვიკრძალავენ, აგერ დენდროლოგიური პარკი აღმოჩნდა წმინდათა ადგილი, სადაც ასე სულ ხახუნში და უპირბადოდ და უყველაფროდ არავინ არ დაინფიცირდა, ხო? იქიდან დავიწყებთ აქციებს, სადაც არ არის გადამდები კორონა. ანუ ყველაფრის გამოსავს სუფთა წმინდათა ადგილია. ძალიან მაგარი. თან ახლა უკვე მესიჯებსაც გვიგზავნის თავრობა, რომ კორონა მე მომივიდა მესიჯი, რომ ესე იგი გაფრთხილდითო. ხო, გამაღვიძამთ მზრუნველი მთავრობის მესიჯი, რომ ფრთხილად იყავით, დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, არ გადაადგილდეთ პირბადის გარეშე და ასე შემდეგ და იქვე ვაახლე დენდროლოგიურ პარკზე რეკომენდაცია, რომ ჯერ ის გამომითვალეთ და მერე შევასრულებთ მე თქვენ რეკომენდაციებს. ხო, რაღაცებს არ ეხება. მაგალითად აი გადასვლა გადმოსვლებს არ ეხება თქვათ ეს კარანტინი, თქვათ არ შეეხოთ პატრიოტთა ალიანს, როდესაც გადააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი, ეს ხატი მაინც მოასვენონ ამ ხალხმა საერთოდ. გადააბრძანეს აფხაზეთში. მე მაინც შევდივარ წინადადებით, ვინდა მიჯერებს თორე კი, რომ შემდეგ გადასვლაზე, ასე ღირსეულ გადასვლაზე აფხაზეთში ხაცთავი დაანებონ და წაიყვანონ სალომე ზურაბიშვილი ნინოს ჯვრით ხელში. შეიძლება ის დაიტოვო და ისინი წაყოფილები იქნებიან და ჩვენ შეიძლება რომ ის დაიტოვო. საერთოდ იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან გვძაბავს ჩვენ განსაკუთრებით რელიგიურ დღესასწაულებზე, რომ თუ დაძაბულები ვართ ამ ნინოს ჯვრის მერე 28 აგვისტოს ნერვიულობ რომ სადმე არ მიიძინოს, იმიტომ რომ არ შეეშალოს რამე. ქეთევანობაზე გული მისკდება თავი არ დაიშანთოს. რამდენი ესეთი დღესასწაულია და ცოდვა ეს ხალი კაცო და იქ ეყოლებათ წყნარად თუ დაიტოვებენ. ნუ ეუბნებიან დღესასწაულებს, ნუ ეუბნებიან. არა ხო, ჯობია არ უთხრან ან დაცვა დაუყენონ. ჩვენ კი ვერთობით ახლა ირინა ჩვენ იუმორისტები ხო. მართლა აი უნდა მეთქვე, აი კალაძეზეც ვერთობით რო წავა ეს მილანელი კალაძე. ხო. ამას ხო არავინ აღარ შეცვლის. კამჭავაძის გამზირზე გაკეჭვი. არა, ვაჟაზეც იგივე საპირებენ, მე რუსთაველზეც იგივე საპირებენ. ვაჟაზეც იგივე საპირებ? იგივე საპირებენ. ხო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაც გააკეთა მე ისიც მყოფნის. ქუჩაში რომ მივდივარ ხოლმე, მე ყიფშიძეზე ვცხოვრობ, რომ მივდივარ ხოლმე, ხანდახან მაგას ვახსენებ ხოლმე და ხმამაღლა მომდის. იმიტომ რომ ბავშვიანა იქ ვეღარ გაივლი, გამორიცხულია და იქიდან სულ ეკოთი მომდის ხოლმე მანქანებიდან ეს გინების ბოლო 400 თქვა, რომელი ასოები? რომლებია ეგ?
ა და ნ შევერთეთ ერთად და აი ესე ისმის ეკოსავით და ან როგორ არის ამდენი ხანი როგორ მე მაინც Facebook-ის გვერდზე ისე არ მერიდება ხოლმე და ან როგორ არის ამდენი ხანი ჩვენ კიდე გადარჩენილები ვართ რომ ვენეციაში არისო ეგ და მილანში იყო. ორი ახლა ყიცინზე ჭავჭავაძე რუსთაველი წყალს ექნებოდა წაღებდა. ივლისი გონდოლები. შემოაგუბებდა წყალს. მადლობა უნდა ვთქვა, რომ ახლა გონდოლებით ვიქნებოდით. კიდე რომ მივცურავთ სახში ეგარია და არ მაგარია. კი, ერთი თემა იყო კიდე ეს ამ აგვისტოში კარგად იხელთეს დრო. და კიტრი პამიდორი დაარიგეს ჩვეულებრივად. არა ხარ მართალი, არა ხარ ობიექტო. დაამატეს ბადრიჯანი, დაამატეს მწვანილი, დარჩათ ახლა ზეთი. ბულგარული წიწაკაც დაამატეს. დარჩათ ახლა გუგული მაღრაძის მიერ შეფასებული ზეთი. დაჭრან კარგად ეს ყველაფერი. გარეცხონ ამ ზეთში მოათუხონ და აჯაბსანდალად პირდაპირ დაგვირიგონ ახლა ჩვენ აღარ გავწვალდეთ რომ დრო ხო უნდა გქონდეს რომ მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ მე ამ აჯაბსანდალში ამიტომ ჯობია ესე არა მოუმატეს აში პროდუქტებს მოუმატეს ხო კიდე ერთი გაურკვევლობა ის რომ პრემიერობა რო ყველას უნდა ეგ თემა არა ამ პრემიერის ინსტიტუტმა საერთოდ დამაბნია მაგალითად ისანში კიდე კაი ისანში არ ვცხოვრობ ვერაფრთ ვერ გავიგე ვის ვირჩევ დეპუტატს თუ პრემიერ-მინისტრს. აი ხო ცხოვრობ და ხო უნდა ვიცოდე მე დეპუტატი მყავს ახლა ასარჩევი თუ პრემიერ-მინისტრი. ხო ანუ მე როგორც ესე იგი კეთილი ხმები მეუბნებიან დეპუტატის არჩევნები მიდის იქ, მაგრამ ვაშაძე მეუბნება რომ პრემიერ-მინისტრი რჩევთო. ხო და ნუ მოკლედ კიდე ერთხელ გადავრჩი რომ ისანში არ ვცხოვრობ. მაინტერესებს აი ხა ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს შენ პირადად. ნუ ახლა ნელ-ნელა დავტკბით რაც მე პოლიტიკაში აღარა ვარ და სტატუსებით შემოვიფარგლები ნელ-ნელა და მე მართალი რო გითხრათ ახლა ერთი პერიოდი მქონდა აი მართლა სერიოზულად მტრული განწყობა რუსთავი ორის მიმართ აი ეს ძველი ეს ჩემი ბნელი წარსულიდან ასე ვთქვათ რა ხო და გააქვთ ბნელი წარსული ხო აცხვენია როგორი კარგი ეს რანაირია ხო ხდები იცი რა კარგი წარსულიც ბნელდება ხანდახან და ბნელი ხო ბნელია და ბნელია ხო და იყო ეხა რაღაც მე ძირითადად მაინც უფრო შაყირში გადამქონდა ერთ შემთხვევა იყო ავარიაში მოვყევით ნუ მე გადავრჩი ამ დროს მე ვიჯექი წინ და სხვები ბევრად ზოგს ფეხი მოტყდა ზოგს ხელი გადატყდა მაჯაში და მე აი ეს ადგილი დავარტყი და იქ ვინც იყო პოლიციელი მოსული მას ვეკითხებოდი სხვა რატომ ცვივა მეთქი ანუ კიდევ ერთადერთი პრობლემა რაც მქონდა რომ თმები გამცვივდა იმ ადგილას რაც დავარტყი და ეთყობა გავცელდა მე სხვა ბევრი ჟურნალისტი მივიდა რა იმ დღეს იქ და მეორე დღეს ვარ თბილისის ბორანზე ვირუჯები. მოგეხსენება ხა როგორ ვფიქრო პოლიტიკაზე, ხო და მირეკავ ჟურნალისტი. თქვენზე გავცელდაო ხმაო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ ავარიაში მოყევითო. და მართალიაო. ხო და მე ვუთხარ ეხლა მეთქი ვარ უგონოდთო. მიერთებული ვარ სუნთქვით აპარატზე მეთქი. 1:40-50 წუთი ლაპარაკიც არ შემიძლია მეთქი და მერე დამიკავშირე და უი უკაცრავათო და ის აღარ მახსოვს მერე დამირეკა თუ არა. ამას ვეღარ ვიცნობ და შენი ესეთი ძალიან უცნაური რეაქცია იყო თეატრულუკიანის რაღაცა კანონ პროექტი რომელიც ინვიტრო განაყოფიერებას ეხება. ინვიტრო განაყოფიერებას ანუ ესე იგი ცოლ-ქმარი თუ არის ქორწინებაში ერთი წელი სტაჟი უნდა ქონდეს. მერე შეუძლია რომ ინვიტრო განაყოფიერება გაიკეთოს გოგომ რა ანუ ხო მე ესე იგი რაღაცა უკვე მისტიკას ვხედავ ამ ყველაფერში იმიტომ რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა ხო და ესენი ლაპარაკობენ იმაზე ინვიტრო განაყოფიერების ვის მიცენ უფლება და ვის არა ეკონომიკა არის მინუს რაღაცაზე და აღარაფერს აღარ ვამბობ ამ სასტუმროებისთვის ძალით გადარიცხულ 21 მილიონზე რომ ესე იგი თუ საქართველოს მოქალაქე არ ახარ არ გეკუთვნის карантини თუ ესე იგი ღმერთი გაგიწყრა და მეორე მოქალაქეობა გაქვს საქართველოსიან მარტო საქართველოს მოქალაქე ხარ უნდა წახვიდე სასტუმროში მაგრამ ეხლა ერთ კაი რამე გავიგე ბათუმიდან აი ლიკვიდირებული ბათუმიდან რომ ესე იგი ისო თუ უსიმპტომო დაგეწყოთო კორონაო
სასტუმროში გადაგიყვანთ საავადმყოფოში არავ და დღესვე დავიმართებ. წამიყვანონ ზღვაზე სასტუმროში. ორი კვირა მაჭამონ, მასვან, შემომიტანონ საჭმელი, გადავბრუნდები რო შევჭამ, წაიღონ, გარეცხონ თებში, მე ისევ შემომიტა, ორი კვირა ხმას არ ამოვიღებ. ესენი ნორმალურები არ არიან, მართლა არ არიან ნორმალურები, ან რა ფულს ურიცხავენ იმ სასტუმროებს. თავის სასტუმროებს ურიცხავენ. თავის სასტუმროებს ხო ატრიალებენ ამ ფულს რა. კი. შენ ნათქვამი მახსენდება სულ წინა გადაცემაში, რომ ყველგან არიან ქოცები რა. ქოცობა რო არის რაღაცა სიმპტომი. აი ეგ არის. არა, ქოცი არ ნიშნავს პოლიტიკურ ორიენტაციას. ქოცი არის ადამიანის მენტალური მდგომარეობა. და ანუ ქოცი ხდება ყველგან, ნაცებში რამდენიც გინდა იმდენი ქოცია. ქოცებში ხო არიან ანუ ოცნებისტებში ასე ვთქვა. ქოცი არის რაღაცა აი ძალიან საინტერესო თავისთავად ალბათ და ისტორიულად მე ეს გახდება მეცნიერების კვლევის საგანი რა იყო ესე იგი რაღაცა აი საშუალო ინტელექტის დასაწყისში საშუალო ინტელექტის მე კვლევით მოდის ეს ესე რაღაცა წარმონაქმნი არსება რომელსაც აქვს თავის პატარა სიხარულები წყენები გამარჯვებები დამარცხებები ვიღაცას გადაეკიდება ამოიყვიატებს ვიღაც აიყვიატებს ვიღაცა შეუყვარდება შეიძლება ვენები გადაიჭრას არ პირიქით სიძულვილით შეიძლება კაფი გადმოუვიდეს ესენი არიან და ბევრი იმიტომ გვეჩვენება რომ ყველგან არიან ხო და უბრალოდ არ უნდა მოხდეს აღრევა აი რო ამბობენ ნაცები და ქოცები ეს ორი სხვადასხვა განზომილებაა ნაცი არის პოლიტიკური ორიენტაცია რომელიც შეიძლება მოგწონდეს შეიძლება არ მოგწონდეს ქოცი არის ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის მატარებელი ადამიანის მენტალური მდგომარეობა, რომელიც კატასტროფულად უარესდება. უარესდება და უარესდება. ხო, არ ხდება ქოცი მაღალი ინტელექტის ადამიანი, აი სადაც ვარდნას რო ექვემდებარება ისეთი ინტელექტის ადამიანებში იხარობს ეს ქოცობა და მერე გაიდგამს ფესვებს და ეხლა ნელ-ნელა იმიტომ ვხედავთ ესეთ გაუარესებულ მდგომარეობას. ეს სამწუხაროდ ესეა. ბოლოსკე მინდა თქვა შენი ბლოგის შესახებ ინტერნეტში გაქვს ესეთი ბლოგი. ესეთ სახუმარო თემაში გადის. მაგრამ აი ძალიან აქტიური ხარ გაქვს შენი გადაცემა ესე დავარქვათ ხო რაღაცა ორ ადგილას მავს ერთი YouTube-ის არხზე ირინა სამზარეულოში რომელიც და მეორე ოფიციალურ გვერდზე კვირის ამბები რომელიც შენ დღეს ემთხვევა უბრალოდ ანუ შენ დღეს ხო ანუ ჩემი რომ თავდება მე რეიწება ხომი შენი გადაცემა ხო და არ დაგამთხვი არ წაგართვი მაყურებელი არ დამასწრე ესე ხო და YouTube-ს რაც შეეხება ეს ირინა სამზარეულოში მაგ მე მქონდა სხვა ჩანაფიქრი რა ანუ ეს იყო სატელევიზიო პროექტი ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მთლიანად ჩემზე მორგებული ანუ ადამიანი რომელიც იყო პოლიტიკაში ძალიან აქტიურად და ეხლა არის სამზარეულოში და იქიდან იქაური შინაური ენით მე ისედაც შინაური ენა მაქვს პოლიტიკაში ყოფნის დროსაც ლაპარაკობს ამას განიხილავს მოიწევს სტუმარს იქ საჭმელსაც გააკეთებენ ყავასაც დალევენ ძალიან საინტერესო პროექტი იქნებოდა ტელევიზიის სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა და ამიტომ YouTube-ზე ხამ ჩემ ორ კვადრატულ სამზარეულოში გაკეთებული გადაცემაში რასაც ვაკეთებ დიდად არ მომწონს რა და თან YouTube-ი არ არის პოპულარული საქართველოში. ესე იგი ჩამერთო მონეტიზაცია შემოვკარი ზარები გავხდი მილიონერი მეთქი და $2.50 ვარ ჯერას. თვეში? ხო, რა თვეში მთლიანად. რას ლაპარაკობ? იმიტომ რომ მას სხვა სისტემაა, ძალიან ბევრმა უნდა გიყუროს, აი 100,000-ია ლაპარაკი. თან რო გიყურებს, უბრალოდ კი არ უნდა შეგხედოს, ყველა რეკლამა უნდა ნახოს, რასაც დაგადებენ. ჩემ მტერმა ნახა ის ყველა რეკლამა და ბოლომდე უნდა გიყუროს. ხო და ამდენი თავდადებული სად უნდა ხო და რაღაცას სხვა რამე მაქვს მოსაფიქრებელი. და ნუ ის ოფიციალური გვერდისის კვირის ამბები მუშაობს 15 წუთს არ ცდება 10-15 წუთია მაგრამ აღარ მიტოვებთ არაფერს ამ კვირის ამბებს და ვინახარ რაღაცა ხომ მინდა რომ ახალი ვთქვა ხოლმე მეც ხო ერთადერთი გამოძიებებში არანაირად მონაწილეობა არ მიმიღია იმიტომ რომ ნუ ხა რაც არ შემიძლია არ შემიძლია გენაცვლ ესე იგი ძალიან სახალისო საღამო გამოგვივიდა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში სეზონის პირველი გადაცემაა დღეს პირველად გავხსენით სეზონი და მე მგონი წარმატებით და მხიარულად ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლო ჩვენი სტუმარი იყო
ქალბატონი ირინა სარიშვილი, მადლობა. მადლობა.